მოგესალმებით Infinite Art Group-ის ფოტოსტუდიიდან. დღეს ვისაუბრებთ, როგორ აღვადგინოთ ძველი დაზიანებული ფოტოები Photoshop-ის საშუალებით. გახსენით სასურველი ფოტო კომპიუტერიდან Photoshop-ში და დაიწყეთ მისი რედაქტირება. პირველ რიგში აირჩიეთ Healing Tool. თუ დააკვირდით ფოტოს, თქვენ ალბათ დაინახავდით, რომ მეტწილად დაზიანებები მოცემულია სახეებსა და პიჯაკზე. ამიტომ ნელ-ნელა დეტალურად რიგ-რიგობით მიყევით ყველა პრობლემას Healing Tool-ის საშუალებით, ეს პრობლემები ადვილად გამოსწორდება. სიჩქარის შემთხვევაში თქვენი ფოტო კი უარესად დაზიანდება. თქვენ ალბათ დააკვირდით, რომ დიდი ზომის ფუნჯის არჩევისას ფოტო ზიანდება. ამიტომ ყოველთვის გამოიყენეთ ფუნჯის ზომა იმის მიხედვით, რამხელაც არის ფოტოზე დაზიანება. ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ პატარა ზომის ფუნჯი. იმისათვის, რომ გააკეთოთ ფორმის რედაქტირება, შედით ფილტრში და ჩამოდით 7 სექციით ქვემოთ. დაინახავთ წარწერას Liquify. დააკლიკეთ და დაელოდეთ ფანჯარის გახსნას. შემდეგ ფუნჯის საშუალებით შეასწორეთ არაბუნებრივი და არასასურველი ფორმები, რომლებმაც თავი მოიყარა რედაქტირების პროცესში. ბოლო ეტაპზე კი ხდება ფერის კორექტირება და კონტრასტის მიცემა ფოტოსურათზე. შესაძლოა ასევე დაგჭირდეთ ფოტოსურათში სიმკვეთრის მომატება. იმისათვის, რომ მოუმატოთ სიმკვეთრეს, დააკლიკეთ ფილტრს და აირჩიეთ სექცია Other. როდესაც მიიტანთ კურსორს პატარა ისართან, თქვენ დაინახავთ ქვეშ სექციებს, სადაც მოცემული არის High Pass. დააკლიკეთ და აირჩიეთ ფუნქციაზე 2.3 პიქსელი. დააჭირეთ OK-ს და გადაინაცვლეთ მთავარ მენიუში. მთავარ მენიუში ირჩევთ Overlays. და თქვენ უკვე მომენტალურად დაინახავთ, რამდენად მოიმატა ფოტოსურათზე სიმკვეთრე.
შედეგი კი ალბათ გასაოცარია.